რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბაზარზე ნდობა მოვიპოვოთ? ორჰანი გარდაიცვალა, აჰმედ მორანი კი გაუჩინარდა. Adam kaçtı gitti. Sence Van'da falan saklanıyor olmasın? როგორ ფიქრობ, ვანში ხომ არ იმალება? Yurt dışına çıkmış olmasın da. Ama ilk აუცილებლად უნდა ვიპოვო ის ნაძირალა. ქალბატონი ჯეიდა კლიენტებთან მუშაობის ახალი მენეჯერია. მართლა? ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. ამ კვირაში პრეზენტაცია მზად ექნება. ხომ ასეა ჯეიდა? რა თქმა უნდა. გარკვეული დროის განმავლობაში პროექტზე ქალბატონი ჯეიდა იმუშავებს. თქვენი მუშაობის პრინციპები ავუხსენი. პრიორიტეტების შესახებ ველაპარაკე. მომისმინეთ, მე ბოდის გიხდით? გისმენთ? რა თქვი? სად ხარ? მოვდივარ. ნაპატიეთ. სასწრაფოდ უნდა წავიდე. მაპატია, ვიცი შენი ოჯახია, მაგრამ გძარცვავენ. Dolandırıyorlar seni. ჰოლდინგს დიდი პრობლემები აქვს. დილას ველაპარაკე. Aşkım. საყვარელო, დილა მათ მხარესაა. Sana bir გონია გეტყვის, რომ შენს ფულს იპარავენ? diyecek. რა სისულელეა. Bana bak. მომისმინე, Burası. საქმე ცუდადაა. Şu Orhan'ı bul. ორჰანი უნდა იპოვო. İran'a მე ირანში წავალ. Orhan. როგორც კი ორჰანს იპოვი, შემატყობინე. İkinizi de aldıracağım. ორივე საგიყვანთ აქედან. Bak sakın bir hata. და შეცდომა აღარ დაუშვა. Yerin 7 kat. სადაც გინდა დაიმალე, Gelir yine. მაინც მოგაგნებ. არა ბატონო ჰაკან, ფული ჯერ არ ჩარიცხულა. Merhaba Duygu Hanım. გამარჯობა ქალბატონო დუიგუ. Evet benim. დიახ, მე ვარ. Para hala ფული ჯერ კიდევ არ ჩარიცხულა ანგარიშზე. Birleşik Devletler. შეერთებული შტატები, ტექსასი. Evet. დიახ, Ben az önce... ახლა ხან ველაპარაკე, გუშინ გადმორიცხეს. Hayır eminim. არა, დარწმუნებული ვარ. Peki iyi günler. კარგი, ალბათ შეცდომა მოხდა. Bir karışık ამბობენ, რომ თანხა არ გადმორიცხულა. კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და დარეკავენ. tekrar kontrol edecek. Arayacağız. დღეს ბევრი გადასახადი გვაქვს. კარგი კომპანიებს შევუთანხმდებით, მაგრამ ფინანსურ პოლიციას რა ვუყოთ? შესანიშნავია. შენიერია. ყოჩ აღრესულ. ამას მე დავიტოვებ. შენ ახალი ტელეფონი იყიდე, რომ მამამ შენთან დაკავშირება შეძლოს. გესმის? როგორც იტყვით. ბატონო, პასპორტის 64 დღეში იქნება მზად. ადვოკატო, შენ მინდობილობას ითხოვ, მაგრამ მინდობილობის გასაკეთებლად ნოტარიუსთან უნდა წავიდეთ. რა ვქნათ? იქნებ რომელიმე ძველ მინდობილობაზე შევცვალოთ თარიღი. რა თქმა უნდა შეიძლება, ამას კითხვაც არ უნდა. ყველაფერზე თანახმავარ. ფიქრობ შეცდომა მოხდა.
Bankadan ამბობენ, რომ ჩვენი ბანკი არაფერ შუაშია. შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. 5 milyon. სად უნდა გამქრალიყო 5 მილიონი დოლარი. Savaş. სავაშ, Sana ძალიან მრცხვენია შენი. Saçmalama. სისულელეს ნუ ამბობ აკად. Elinden geleni yaptın. რაც შეგეძლო გააკეთე. Hem dur bakalım. მოიცადე, იქნებ მართლა შეცდომა მოხდა. sadece o değil ki Savaş. პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. Şuna baksana. ამას შეხედე. İcradan სასამართლოდანაა. 7 gün için მოითხოვენ, რომ ვალი 7 დღის განმავლობაში დავფაროთ. შემოვიდეს. Götür ver. ამის ამარზე წაიღე და გაუჩინარდი. Sonra da გასაგებია? emin ol. გასაგებია ბატონო. sen böyle იცი რა ხდება, როცა თავი ჩემს მხარზე გიდევს. რა ხდება? daha da güçlü. ძალა მემატება Bütün dünyayı და შემიძლია მთელ სამყაროს დაუპირისპირდე. კიდევ რა ხდება? უფრო მეტად გიყვარდები? kadınım benim. შენ ჩემი სიყვარული ხარ. Bütün varım yok. ყველაფერი ხარ ჩემთვის. ყველა შეყვარებული ქალი ასეთია? Bilmem. არ ვიცი. Bilmek de და istedim. არც მინდა ვიცოდე. Ama benim aşığım. მაგრამ ჩემი საყვარელი ქალი ასეთია Ve ben onun her halini და ყველანაირი მიყვარს. saçlarını, Gaşlili dağılmış tmit. halini, დაბნეული, şaşkın hallerini, შეყვარებული, aşık hallerini. Her hali. ყველანაირი მიყვარს. Hatta kız გაბრაზებულიც კი. გაბრაზებული? mesela მაგალითად ახლა თუ გეტყვი, Yasemin იასემინ უნდა წავიდე. sen bana bir an გაბრაზებული შემომხედავ. işte მე კი ასეთი გამოხედვა მიყვარს. ამ გამოხედვის გამო მიდიხარ? bak yine აი ისევ გაბრაზებულმა შემომხედე. bir gün gelecek. ერთხელაც დადგება დღე, როცა არსად არ წავალ და აღარასდროს არ გამიბრაზდები. Ve o gün aslında სულ ცოტა დარჩა იმ დღემდე. çok az kaldı. სულ ცოტა ჩემო საყვარელო. ჩვენი პარტნიორობის სადღე გრძელო დავლიოთ. ჩვენს წარმატებას გამომარჯოს.
ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა. გმადლობ. კარგი იქნებოდა ხვალისთვის არ გადაგვეტანა შეხვედრა. კარგი იქნებოდა. ეს ბატონი იავუზი ძალიან მაღიზიანებს. იმედია ხვალ არ გაიქცევა. კარგი. ხვალ ყველაფერს მოვაგვარებ. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. როგორ მიდის საქმე? როგორ ხარ? კარგად შენ? ძალიან კარგად. გამარჯობა. გისმენთ. ბატონო სავაშ, ახალი ამბავი მაქვს, მაგრამ მამაზე ტელეფონით ლაბარაკი არ მინდა. სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. კარგი. მაგრამ ჰოლდინგში არ ვარ. სახლში მოდით. სავაშ, შვილო, მოდი დაჯექი. შვილო, მინდოდა მეთქვა რომ წუხელ. რა მოხდა წუხელ? ამას როგორ მეკითხები? ის ქალი აქ რატომ მოიყვანე? მას იასემინი ჰქვია. და ჩემი ცოლი გახდება. არასწორად მოიქეცი აქ რომ მოიყვანე. არაფერი არ გამიკეთებია არასწორად. ჩემი საყვარელი ქალი ბიძა ჩემი სანახავად მოვიყვანე. სავაშ, ბატონი ადვოკატი მოვიდა. კარგი ბიცოლა, კაბინეტში შეიყვანე. ბიძია სად არის? ზევითაა, დავუძახებ. მოგძანდით. იასემინ, სად ხარ? სახლში. მომენატრე. მე მოგენატრე თუ ჰაკანის ამბავი გაინტერესებს? შენ მომენატრე. იქნებ შევხვდეთ. ახლა ვერ მოვალ. დედა სახლში არ არის. რა პრობლემაა, მე მოვალ შენთან. მითხარი მისამართი? რა? ბატონო სავაშ, ძალიან უსიამოვნო ვიდეოა. თუ გინდათ, მოგიყვებით. არა, მოდი ვნახოთ. რა ვქნათ? ბატონო სავაშ, ეს კარგი შანსია. აჰმედ მორანს ვეთქვით, რომ ან ჩამოვიდეს და დანაშაული აღიაროს, ან ვიდეოს პროკურორს გადავცემთ და დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. შესანიშნავია. ხომ ვამბობდი, ყველაფერი მოგვარდება მეთქი. მოიცადე ბიძია. ჯერ ადრეა, მოიცადე. ადვოკატი აქ არის? კი, რატომ მოვიდა ასე გვიან? ჩვენც არ ვიცით. რაზე ლაპარაკობენ? მე საიდან უნდა ვიცოდე? ჩიჩეკ, შეგიძლია მოხვიდე. რა მოხდა? ჩიჩეკ, მამა შენს უნდა დაუგავშირდე სასწრაფოდ. მაგრამ დღეს იქ არ არის. არ ვიცი ახლა სად არის. ხვალ მის ადვოკატს დავუკავშირდები, როგორ მე ვიპოვით? რა ხდება სავაშ? ხვალ ძალიან გვიან იქნება. კარგი. მის ადვოკატს ვიპოვე, მაგრამ მითხარი რა მოხდა? მამა საფრთხეშია? რამე ცუდი მოხდა? რატომ ხარ ასეთი დაბნეული? რა მოგივიდა? მომიყევი.
რა მომივიდა? გინდა თანმიმდევრობით მოგიყვე? კარგი იქნებოდა. თქვენი ურთიერთობა ნამდვილ სათავგადასავლო ფილმს გავს. გმადლობ. ძალიან გაგიმართლა ესემინ. ისეთი სიყვარული გაქვთ, როგორც ზღაპრებშია. ყველად ნერვიულობ. შეიძლება სირთულეებიც გქონდეთ, როგორც ზღაპრებშია. არ მეთანხმები? ასე ნომიყურებ ლამასო. მეც მინდა მსგავსი სიყვარული განვიცადო. მეც მინდა საყვარელ ადამიანს ველოდებოდა. იქნებ ჰაქანის დალოდება მოგიწიოს. სასიამოვნოა, როცა ვინმეს ელოდები. ხვდები რისთვის ცხოვრობ. ისმენ ჩიჩეკ. ძმაო, მამას ადვოკატს იცნობ? რა თქმა უნდა ვიცნობ, რა იყო? სავას სჭირდება. კარგი, შეტყობინებას გამოგიგზავნი. კარგი, გელოდები. ყურადღებას ნომომაქცევი ასემინ. მათი დაჭექი საყვარელო. სულ სხვა რამის სათქმულად მოვედი. რა მოხდა? სევგი ვიღაც ქალთან ერთად მოვიდა ბარში. მესმოდა რომ პარტნიორობაზე სააგენტოზე ლაპარაკობდნენ. კარგად ვერ გავიგე. მათთან რომ მივედი და დავჯექი, მაშინვე გაჩუმდნენ. ჯეიდა იყო ჩვენი პარტნიორი იქნება რამდენიმე პროექტში. ის ქალი ძალიან არ მომეწონა. გამარჯობა ბატონო სერდარ. გურქან ალპერი ვარ, სავაშ ბალდარის ადვოკატი. აპატიეთ ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ ისეთი რამ გვაქვს რომ აუცილებლად დაგაინტერესებთ. მინდა ახლავე გამოგიგზავნოთ. თქვენი იმეილი მითხარით. დიახ. ახლავე გამოგიგზავნით. მიიღეთ? ბატონო სერდარ. დიახ. მიიღეთ ბატონო სერდარ. ბატონო სერდარ. დიახ. ახლა კი ბატონო სერდარ, მოვითხოვთ. ბატონი ახმეთი მოვიდეს და ნარკოტიკებით ვაჭრობა აღიაროს. თუ არა და ამ ვიდეოს ხვალ პროკურორს გადავწერ. მე არ ვიცი ახლა სად იმყოფება. მესმის. თუ დაუკავშირდებით, გადაეცით. ხვალ 2-ის ნახევარზე ჩემს კლიენტთან ერთად სასამართლოში ვიქნები. კარგი იქნება თუ თქვენც მოხვალთ თქვენს კლიენტთან ერთად. ან გააკეთეთ ის, რაც მანამდე გითხარით, ან კარგ საღამოს გისურვებთ. ო, მაგრამ ახლა ადამიანს ვაშანტაჟებთ. თქვენ არა. ამას მე ვაკეთებ ბატონო სავაში. ნახვამდის. ხვალამდე. ნახვამდის. სავაშ რა ხდება? რა შეასაქმე? ვფიქრობ აჰმედ მორანი მოვა და ჩაგვბარდება. რაღაც მნიშვნელოვანი ვიპოვეთ, რაც ამის გაკეთებას აიძულებს. რა ბედნიერებაა. ასეთი რა მოხდა რომ ასე გვიან მაწუხებ? ქალბატონ იასემინს ველაპარაკები? არა პატივცემულო, სხვაგან მოხდით. მისმინე, რასაც ახლა გეტყვი ძალიან მნიშვნელოვანია. მითხარი რა მოხდა? მოგენატრე? ძალიან შემაშინე.
ესე იგი არ მოგენატრე. ძალიან მომენატრე, ძალიან. Yasemin. იასემინ, გისმენ საყვარელო. Oğlum öp. ომერს ჩემმა გივრა დაკოცე. Seni çok ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ჭანდაბა. მახეში გამაბეს. ფიქრობენ ამას ასე დავტოვებ? აუცილებლად გავიგებ ვინ არის მოღალატე. ყველა მიხვდება ვინ არის აჰმედ მორანი. იმ კაცს მოვკლავ. მიწასთან გავასწორებ. მუსტაფა, სათხარამდე ხანს, შუაღამეა. დედა, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ღმერთო, არავის უსურვებ ცუდი შვილის ყოლას. რა სიტყვით? სათქმელი არაფერი მაქვს ადვოკატო. საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას, ვერ მიპოვიან. ამის გაკეთება გაგიჭირდებათ. დავატიმრების ორდერს თუ გასცემენ და სავარაუდოდ ასეც მოიქცევიან. ყალბი პასპორტითაც სარისკო იქნება გამგზავრება. თუ გაგიმართლეთ და საზღვარს გადაკვეთ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ თქვენზე. სადაც არ უნდა წახვიდეთ გიპოვიან, ბატონო აჰმედ. გამოსავალი არ გაქვთ. როგორც ამბობ, 8 წელს მომისჭიან? მოლაპარაკების ოთახი მზად არის ქალბატონო სერგი. კარგი. წამოდი ჯეიდა. იქ უფრო მოსახერხებელი იქნება ლაპარაკი. კარგი. იასემინ, წამოდი ჯეიდა, შენთან კითხვები აქვს. კარგი. ფინანსურ პოლიციაში დავრეკე, კიდევ ერთი შეხვედრა მოვითხოვე. ორი კომპანიის შესახებ ვუთხარი, რომელმაც გადახდა დააგვიანა. ფული გამოჩნდა. მართლა? რადგან ჩვენი კომპანია ეჭქვეშ აღმოჩნდა, ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურმა ჩემი ანგარიშის გაკონტროლება დაიწყო. ძალიან დიდი თანხა იყო და გადამოწმება გადაწყვიტეს. ხო, მაგრამ ერთ კვირაზე ადრე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ამდენი დრო არ გვაქვს. ვიცი, დილა. ვიცი. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გმადლობთ. გამარჯობა ბატონო იავოს. წუხელ თქვენი პროექტი შევისწავლე და ძალიან კარგი იდეები მაქვს. ვერ ვითმენ, მინდა გაგიზიაროთ. გამარჯობა, ქალბატონო იასემინ. გამარჯობა ბატონო იავოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა.
Nedir durum? როგორ არის საქმე? ველოდებით ბატონო სავაში. Arkadaşlar. მეგობრებო, მაპატიეთ რომ გუშინ წასვლა მომიწია. Bakmayın. Çok önemli. ნიშნულოვანი საქმე გამომიჩნდა. Bu toplantı იმედი მაქვს ყველა უთანხმოებას მოვაგვარებთ, რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა. düşünüyorum. ბატონო იავუს, ხვდები რაზე აპირებთ ლაპარაკს? მაგრამ თუ მოგცემთ საშუალებას გაჩვენოთ, რა შეგვიძლია უთანხმოება გაქრება. İnşallah. იმედი მაქვს. Buyurun. გთხოვთ. დაგვიჯერეთ, ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ჩვენც დაგვემწუხრა. რა თქმა უნდა, მასმედია ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, დაეჭვდით. ახლა თუ საშუალებას მოგცემთ, ქალბატონი ჯეიდა და მისი გუნდი წარგიდგენთ. Bakın sevgili. ქალბატონო სევგი, მომისმინეთ. Ben kestirmeden gitmeyi მიყვარს, როცა არჩეულ გზას მივყვები და არსად არ გადავხვევ ხოლმე. beni de bir an için korkuttu. İşi geri დიახ, მართალია, ახალმა ამბებმა დამაეჭვა. ama bu bize თანამშრომლობაზე უარის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ უკან დახევა არ მახასიათებს. bizim bu işteki yol arkadaşı გონდა შეთანხმება, რომ ამ პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი იასემინი იქნებოდა და onunla devam et. მინდა იმასთან ერთად განვაქვსო გზა, ვისთან ერთადაც დავიწყე. İşimizi bırakıp devam et. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. მეგობრები არ უნდა მიატოვო და გზა განაგრძო. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა. Anlaşılmıyor. იმედი მაქვს ყველაფერი გასაგებად ვთქვი. რა თქმა უნდა. როგორც გინდათ, ისე გავაგრძელებთ მუშაობას. ბატონო იავუს, ჩვენთვის მთავარია იასემინ. იასემინ, ქალბატონო იასემინ. იასემინ, რა მოგივიდა? წყალს მოგიტან. ქალბატონო იასემინ, იასემინ, იასემინ. იასემინ. ფრთხილად. იასემინ. ბატონი სავაშისთვის სხვა დოკუმენტებიც მოამზადეთ ხელმოსაწერად. კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, როგორ არის საქმე? ძალიან კარგად. სად წავიდეთ? ჩემს კაბინეტში თუ სავაშთან? რას დალებთ? რამე სახლი არის? არა ბიძია, ველოდებით.
მზად ხართ? მზად ვართ. მუსტაფა, რა გააკეთე? Kardeşim. ძამიკო, იარაღი დააგდე, მუსტაფა. დააგდე იარაღი, არ გაინძრეთ. მუსტაფა, რა გააკეთე ეს? გაიწიეთ. დამლოცეთ ბიძია. ეს რატომ გააკეთე, შვილო? თავი რატომ დაიღუპე? ეს რატომ გააკეთე, მუსტაფა? რატომ? ჩვენი ოჯახი გადავარჩინე. Ne yaptın? ეს რა ჩაიდინე, მუსტაფა? Ne yaptın? რა გააკეთე? ახლა შეგიძლია იამაყო ჩემით. დაიშალეთ. ძადით. ახლოს არ მოხვიდეთ. თუ შეიძლება გაიწიეთ. გაჩხრიკეთ. გაიწიეთ. დანაშაულის ადგილი გაათავისუფლეთ. სწრაფად. გაიწიეთ. ყველამ უკან დაიხიეთ. Olay yerini çevirin. გაიწიეთ, დანაშაულის ადგილი გაათავისუფლეთ. Biraz daha iyi misiniz? უკითხართ? Ne oldu? რა მომივიდა? დაუბრუნდა მე ხა. Normal. ბუნებრივია. გისმენთ. Anladım. გავიგე. Tamam. კარგი. მე მივდივარ. სადმე დიხარ? რამდენიმე ფირმაში მივალ, რომელთანაც მიმუშავია. იქნებ ვინმე დავითანხმო. უამრავი ვალი მაქვს. კარგი. კარგი? მე მგონი არ მისმენ. ბორა. ჩემი შვილი მენატრება. ძალიან მენატრება, რა ვქნა? აქ წამოვიყვანდი, მაგრამ არ მოინდომე. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ნაზან. Önce para sorunumuzu halledelim. ჯერ ფულთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. Hangi parayla bakacağız onu? ბარანს აქ თუ ჩამოიყვან, როგორ უნდა ვარჩინოთ? როგორ? შულთან ერთად თუ გინდა ცხოვრება, სავას შენი პული უნდა მოსთხოვო. Önce git. გესმის? Hakkını al. არ მომცემს. მათ თავიანთი ცხოვრებიდან ამომშალეს. Sen böyle her ამ ყველაფერს თუ უხმოდ შეეგუები, რა თქმა უნდა, პულს არ მოგცემს. adam senin bank მან შენი საბანკო ანგარიშები გაყინა და სიტყვაც არ უთხარი. neyse. კარგი, Hadi ben. მე წავალ საყვარელო. საღამოს შევხვდებით. დროებით. Kahvenizi უშაქ რო ყავა გიყვართ ხომ ასეა? დიახ. გახსოვდათ? დიახ. ლერა, შენ რა გინდა? წყალი. ორი უშაქ რო ყავა და წყალი მოგვიტანეთ თუ შეიძლება. ალო? რა? არა. ქალბატონო ჩიჩეკ.
ეს შეუძლებელია. შეუძლებელია. ქალბატონო ჩიჩეკ, რა მოხდა? ჩამოჯექით. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია. მამა. ის მოკლეს. რა? წავიდეთ. როგორ? ქალბატონო ჩიჩეკ, ქალბატონო ჩიჩეკ. კარგი, დამშვიდდით. ესროლეს. Evet neyim var? დიახ, მაგრამ მითხარით რა მჭირს? Hamilesiniz. ფეხწიმეთ ხართ ქალბატონო იასემინ. Ne? რა? Ya როგორ? nasıl yani? მართლა? დიახ, ასია ფეხწიმეთ ხართ. გილოცავთ. შიგნით არ შეიძლება, აქ დაელოდეთ. შემოდი. შვილო, ეს რა ჩაიდინე? Avukat bey bu. ბატონო ადვოკატო, მომბრძანდით. თქვენი კლიენტია? მე ოჯახის ადვოკატი ვარ. რადგან მომხდარი ფაქტი ეშს არ იწევს და გამოძიების ჩატარება არ არის საჭირო, დამნაშავის ვინაობის დადგენის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც ჯანმრთელობის ცნობას მისცემენ. მან ეს დაიმსახურა. ამ პროცედურის ჩატარებისთანავე პროკურორი პირველ ჩვენებას ჩამოართმევს. შემდეგ დააპატიურებენ და არასრულწლოვანთა ციხეში გადაიყვანენ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ. მადლობთ. ასეთი რა პრობლემა ჰქონდა? ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება გაიუბედურე. Mustafa. Shahnur, Mustafa. Shahnur, რა მოხდა? დაო. შვილო. როგორ დაიღუპე თავი? Shahnur, რა მოხდა? შვილო, Mustafa. Shahnur. Shahnur, მითხარი Mustafas რა დაემართა? ჩემო საყვარელო. Shahnur, ძვირფასო. დაო. მამა. მამა. ქალბატონო ჩიჩეკ, გთხოვ, დამშვიდით. რა მოხდა? ქალბატონო ჩიჩეკ, იბრაჰიმი მოკვდა. მამამისი გარდაიცვალა. ღმერთო ჩემო. ჩიჩეკ. ჩიჩეკ, კარგად ხარ? ჩიჩეკ. ნესლიხან ექიმი გამოიძახე. არ მინდა. ექიმი არ მჭირდება. წავიდეთ, გთხოვ. მამასთან წავიდეთ. მოდი. მამა. გისმენთ? ალო? ნესლიხან შენ ხარ? დიახ, ქალბატონო ნაზან. დღეს ჰოლდინგში მოვალ. სავაშს უნდა დაველაპარაკო, რომელ საათზე ეცლება? სამწუხაროდ ბატონი სავაში დღეს ვერ მოვა. ის გაიძულებს ამის თქმას არა? კარგი, მაშინ ახლავე მოვალ. ქალბატონო ნაზან, ბატონი სავაში არაფერ შუაშია. ასეთ მძიმე დღეს ჰოლდინგში როგორ უნდა მოვიდეს? მძიმე დღეს? ნესლიხან მითხარი რა მოხდა? დედას დაემართა რამე? არა, ეს მას არ ეხება. რატომ მანერვიულებ, რა მოხდა? მითხარი. ქალბატონო ნაზან, მუსტაფამ
მუსტაფამ სასამართლოს შენობის წინ აჰმედ მორანი მოკლა. რა? მუსტაფამ? შეუძლებელია. ერთი წუთით. ბორა სათხარ. რაღაც საშინელება მოხდა. საშინელება დატრიალდა სათხარ. ხედავთ? აი, იქ პატარა გამოსახულებას ხედავთ? ხო, ხედავ. ეს გულია. ახლა 6 კვირისაა. ძალიან პატარაა. იასემინ. სახლში წადით და დაისვენეთ. ნერვიულობას მოერიდეთ. მძიმე არ აწიოთ. თავს უნდა გაუფრთხილდეთ. კარგი. გამარჯობა პატარა. სახელი და გვარი. მუსტაფა ბალდარი, მამის სახელი. ჰასიპი, დედის სახელი. შაჰნური. შვილო. მუსტაფა. შვილო. შენ თავს ციხეში არ ჩავასწევინებ. იქ არ დაგტოვებ. შაჰნურეს ბედის წერა. რა გაეწყობა? დამშვიდდი, გემუდარები დაო. ფიდან? პალას უთხარი, რომ დეშვილი ციხეში არ ჩაასმევინოს. ჩემ შვილს მორანები ცოცხალს არ დატოვებენ. ღმერთმა დაიფაროს, გაუძელი შაჰნურ. მომისმინე, მუსტაფას ჯანმრთელი სჭირდები. წამოდი მანქანასთან მივიდეთ. მოდი დაო. კარგი, დაწყნარდი. კარგი. დამშვიდდი დაო. ინებეთ, დიდი მადლობა. ვერ ვიჯერებ, სევგი. გილოცავ ძვირფასა. ომერს დაიკო ან ზამიკო ეყოლება? ხო. ერთი წუთით. დღეს მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდათ. ალბათ არც ძალიან. საიდან გაიგე რომ აქ აპირებდა მოსვლას? ბიზა ჩემის და ჩემი ძმის ლაპარაკი მოვისმინე. ისინი რატომ უნდა შეხვედროდნენ? არ ვიცი. მერე რა მოხდა? იარაღი საიდან მოიტანე? იარაღი მე მქონდა. შევამოწმე და სახლიდან გამოვიტანე. რა მოხდა? ეს როგორ მოხდა? იავუს ჩვენ მამაშენს დავუკავშირდით. შევხვდით.
გავარკვიეთ, რომ ნარკოტიკი მას გადაჰქონდა. თანამშრომლობაზე დავითანხმეთ. აქ უნდა მოსულიყო, რომ პროკურორისთვის ჩვენება მიეცა. არ ვიცი რა მოხდა. და როგორ მოხდა. მუსტაფა შილო გავიაროთ. კარგად ვარ ბიძია. კარგად. წუხარ ბატონო სავაშ. ახლა ვეღარაფერს გავაკეთებთ. მუსტაფამ დანაშაული აღიარა. თქვა რომ წინასწარ დაგეგმა. როგორ რატომ? აჰმედ მორანმა მუსტაფას მახე დაუგო, აი ამიტომ. ის გამოსაკვლევად საავადმყოფოში მიყავთ. შემდეგ ბიჭს არასრულწლოვანთა პროკურორთან მიიყვანენ. ბოლოს კი ალბათ ციხეში გადაიყვანენ. დედას როდის ეტყვი? ჯერ სავაშს ვეტყვი. სანამ სავაში არ გაიგებს, არავის ვეტყვი. სავაშ, სად არის ჩემი შვილი? სად არის მუსტაფა? მუსტაფა, შვილო. Geldiler, savcılığa alacak. მოვიდნენ ახლა პროკურორთან შეიყვანენ. Burada bekleyin. აქ დაგელოდებით. მოდი სახლში წაგიყვან. ექიმმა ხომ გითხრა დაისვენეო. კარგი. გისმენ ჯეიდა. სევგი. იასემინი როგორ არის? ნერვიულობ. ფუთხრა. არა. ახლა გამოვედი საავადმყოფოდან ჯეიდა, უბრალოდ წნევა დაუვარდა. გასაგებია. ახლა კარგადაა? მოხვალთ? კარგადაა, იასემინის სახლში მევიყვან და მოვალ. ბატონი იავუზი? ჩვენთან ერთად არ არის, წავიდა. რას ნიშნავს არ არის? სად წავიდა? მე საიდან უნდა ვიცოდე? წავიდა. დანარჩენს რომ მოვალ, მერე მოგიყვები. კარგი გელოდები. შეხვედრამდე. ციტარე, ყავა მომიტანე. რას აკეთებთ? მიდით იმუშავეთ.
მუსტაფა შვილო. მუსტაფა. დედა მოიცადე. კულელო. ქალბატონო შიშე გაჩერდით. დაო, დედა არ გინდა. კულელო. ქალბატონო გთხოვთ. დედა დამშვიდდი. ყველაფერი თქვენი ბრალია. ქალბატონო გთხოვთ. თქვენ ხართ დამნაშავე. დედა კარგი დამშვიდდი. ქალბატონო შიშე დამშვიდით. სიტუაციას ნუ გაართულებთ, დამშვიდდით. შვილო. წამოდით. შვილო. გრცხვენოდეთ. ამიტომ ეძებდით მამაჩემს. მუსტაფა. წამოდით. გინდოდათ მოგეკლათ. დამნაშავეები ხართ. შიშე გეყოფა. ყველაფერში თქვენ ხართ დამნაშავე. ღმერთმა დაგწყევლოთ. საკმარისია ჩიჩეკ. ქალბატონო ჩიჩეკ, სუფთა ჰაერზე გავიდეთ. ბიძია დედა სახლში წაიყვანე. შენ მარტო როგორ დაგტოვო? არა უშავს, მე დავრჩები. წამოდი შახნურ. წავიდეთ. წამომყევი. დამშვიდდი დაო. ფრთხილად. ქალბატონო ჩიჩეკ, გთხოვთ. წამომყევით. სახლში წავიდნენ. სავაშ. ნაზან, აქ ყოფნა არ არის საჭირო. წადი გთხოვ. წამოდი ნაზან, წავიდეთ. ძალიან წუხარ ჩიჩეკ. მე და მამა შენმა ვილაპარაკეთ და ყველაფერზე შევთანხმდით. გინდა შენთან დარჩე. არა, საჭირო არ არის. კარგი, დაისვენე, გასაგებია? იასემინ. გისმენ დედა. რა მოხდა შვილო, ადრე რატომ მოხვედი? ავად ხომ არ ხარ? არა დედა, კარგად ვარ. ცოტა დავიღალე, გამეცუდად მეძინა. როგორ არის ჩემი შვილი? დაღლილობა გეტყობა იასემინ. ომერს პარკში წავიყვან, შენ დაიძინე. ცოტა ხანს ჩემ შვილთან ვიქნები. კარგი შვილო. მანამდე პალტოს ავიღებ ომერისთვის და წავალთ. ჩემო პატარა. შეხედე? მიდი, შეხედე.
ხედავ? პაპა. მამა. ხმა გესმის? გარეთ ბევრი ხალხია. რადგან ასეთი ხმაურია, ესე იგი გავლენიანი ადამიანი მოკლეს. მორანების საგვარეულოს უფროსი. საგვარეულოს უფროსი მოკალი? რისთვის? ეს ღირსების საკითხი იყო? არა, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა? არა. ეს დროც არ არის შორს, ხედავ? ხალხი რა დღეშია. აქ მალე სისხლიანი დაპირისპირება დაიწყება. ნახვამდის. აქ ყოფნა არ არის საჭირო, ბატონო იაუს. შემდეგი პროცედურა სასამართლო ექსპერტიზაა. ბატონო სავაშ, წუხარ ბატონი მუსტაფა დააპატიმრეს, მალე ბრალს დაუყენებენ. მერე რა მოხდება? ციხეში გადაიყვანენ. მერე სასამართლო პროცესი დაიწყება. კარგი იქნება თუ პროცესის დანიშნას დავაჩქარებთ. მანამდე კი შევეცდებით სასამართლოში წარსადგენას შემამსუბუქებელი გარემოებები მოვიძიოთ. საყვარელო. იასემინ, როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? რამე ცუდი მოხდა? მოხდა იასემინ. მუსტაფა. ჰა, მუსტაფამ ჩიჩეკის მამა მოკლა. რა? რა თქვი? შენ როგორ ხარ? ეს როგორ მოხდა, რატომ? არ ვიცი იასემინ. დამიჯერე არ ვიცი. ჩიჩეკი როგორ არის? შენ? დედა შენი? იასემინ, ყველა შოკში ვართ. როგორ ვიქნებით? ნეტავ შემეძლოს რომ მოვიდე და თანა გიგრძნო. ნარკოტიკები დატვირთული სატვირთო მანქანის დაკავების ამბავი ამ სკანდალში მონაწილე ოჯახებს შორის სისხლიანი დაპირისპირებით გაგრძელდა. ბალდარები არ ჩერდებიან. ძირფასო ტელემაყურებელობა ბოლო წუთებში მიღებული ინფორმაცია მართლაც დაუჯერებელი და შოკის მომგვრელია. სავაშ ბალდარის 17 წლის ძმა მუსტაფა ბალდარმა სავაშ ბალდარის სიმამრი აჰმედ მორანი პროკურატურის შენობის წინ მოკლა. ჯერ უცნობია რა მოხდა გარდაცვლილ აჰმედ მორანსა და მუსტაფა ბალდარს შორის. ეს ღა გვაკლდა. ახლა რა მოხდება? ყველაფერი თავდაყირად ადგება. ჯანდაბა. ღმერთო, რა საშინელებაა, ისინი უკვე მკვლელებად იქცნენ. სავაშის ძმა მკვლელია. დედა გთხოვ, ჯერ არაფერი ვიცით. გაჩუმდი? მისი დაცვა არ გაბედო. დედა დამიჯერა, მკვლელობას არ ვამართლებ. იმას ვამბობ, რომ ჯერ მიზეზი არ ვიცით. მომხდარში უნდა გავერკვეთ. ამჯერად სავაშს გვერდით უნდა დავუდგეთ. როგორ ფიქრობ, მისთვის ადვილია? სიამოვნებს ძმის ასეთი მდგომარეობა. არა დედა, ახლა მის გვერდით უნდა ვიყოთ. ღმერთო, დავიღუპეთ. განადგურებული ვარ. მუსტაფა. დამშვიდდი ძვირფასო, დამშვიდდი. ის ჯერ ბავშვია, პატარაა. პატარა. და ხელბორკილები დაადეს, ნახე? ახლა რა გვეშველება? ციხეში ჩასვამენ. იქ რომ რამე შეემთხვას? ვინმემ რამე რომ დაუშავოს, რა გავაკეთოთ? რა გვეშველება? კარგი საკმარისია ძვირფასო. ასე ნუ განიცდი. ბორა როგორ არ განვიცადო? ის ჩემი ძმაა, გესმის? ჩემი ძმა.
მოსტაფა. იმის მაგივრად რომ ესწავლა, ციხეში ჩაჯდება. ეს რატომ უნდა მომხდარიყო? მოდი ჩემთან. აღარ იტირო, საკმარისია. მოსტაფა, რა დღეში ჩაგვაგდე შვილა? დედა ნუტირი. ნუტირი. რა ხდება ჩვენ თავს? რა ხდება სავაში? ამ სახლს, ამ ოჯახს უბედურება არ უნდა მოშორდეს. რა ცოდვა გვაქვს ასეთი? რისთვის ვისჯებით? რისთვის? არა. არ შეიძლება ბატონო აბას, არ შეიძლება. გავფრთხილებთ. არაფერი არ მოიმოქმედოთ, არ გაბედოთ. ჭკვიანი კაცი ხართ. თვალი არ მოაშოროთ, ხო? ხალხს ეიზრუნე. ღმერთმა დაგლოცოს. რა ხდება ბიძია? მორანები ჩვენს 4 სოფელს თავს დაესხნენ სავაში. დაძაბული სიტუაციაა, 5 ადამიანი მოკლეს. 21 დაჭრილია. ბატონო აბას უთხარი რომ არ ჩაერიოს. გავაფრთხილე, არაფერი მოიმოქმედონ. თორემ ვითარება ძალიან დაიძაბება. ძალიან. ბიძია აბას რისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ თუ არ ჩავერევით უბედურება დატრიალდება. ხვალ ვანში წავიდეთ. ტელევიზიით მოვისმინე, შოკში ჩავარდი. რა მოხდა? რატომ ესროლა? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. კარგი ძვირფასო, დამშვიდდი. გამარჯობა შვილა. გამარჯობა დეიდა, როგორ ხართ? კარგად. ომერ. ღმერთო მამას ძალიან ჰგავს. მაპატია ძვირფასო, მაგრამ შენ სულ არ გგავს. შეხედე, მის თვალებს შეხედე. ნამდვილი პატარა ბატონია. ადვოკატი მოვიდა. უთხარი შემოვიდეს. მოგზავნით. საღამო მშვიდობისა. რა არის ახალი? ბატონო სავაში, მუსტაფა ჩვენ არ გველაპარაკება. ეს ჩვენების სასლია, რომელიც პროკურორს მისცა. ამბობს, რომ აჰმედ მორანმა მახე დაუგო. ის ახალგაზრდა ძალით მოაკვლევინა, რომ თქვენს ოჯახს ამით დამუქრებოდა. იცოდით ეს? ამ საქციელით მუსტაფამ შური იძია აჰმედ მორანზე. ამბობს, რომ ოჯახი გადაარჩინა. ჩვენებაში ასე წერია. Teşekkürler. გმადლობ. Ay. Neyin var? მითხარი რა გჭირს? Yok bir şeyim Pelin. არაფერი. Ne olsun işte savaşın. სავაშის გამომნერვიულობ. Yok yok o değil. არა, ამას არ გეკითხები. Başka bir şey. რაღაც სხვა ხდება. Gözün için. თვალები რატომ გიბწყინავს ასე? Hamile. ფეხმძიმედ ვარ. რა? Kızım süper. შვენიერი ახალი ამბავია. Tebrikler. გილაცა. Savaşa da moral. ალბათ სავაში გახარებულია. ჯერ არ მithქვამს. Orta. ახლა ამის დრო არ არის. Biz Ömer'i bir. ომერის დაბადებისას ერთად არ ყოფილვართ. Ama bu mutluluğu. მინდა ამჯერად ეს ბედნიერება ერთად გავიზიაროთ. Bunu kut. ეს უნდა აღნიშნოთ.
Daha iyi. სავაში უკითხარ? ო ძვირფასო. კიდევ უფრო უკეთ ვიქნები, არ ინერვიულო. ყველაზე სანდო ამინდის პროგნოზი საქართველოში. Amindi.tv. ქალი ღამე შენზე ვფიქრობდი. სახლში როგორ არიან? ნეტავ შემეძლოს თქმა, რომ კარგად არიან. Ne yapacak? დღეს რას აპირებ? სასამართლოში უნდა წავიდე. მე ადვოკატებთან მაქვს შეხვედრა. რა მოხდა? Tamam. კარგი. Kaçta? რომელ საათზე გათავისუფლდები? რა მოხდა ძვირფასო? მითხარი. Hiç. არაფერი. Yani თუმცა მინდა და ben size თქვენთან მოვსულიყავი და დედა შენისთვის თანაგრძნობა გამომეხადა. მოდი საყვარელო. მოდი. მე რა რომ მე არ ვიქნები. ama şimdi ხო, მაგრამ ახლა თქვენები ძვირფასო. საყვარელო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იმ სახლში რძალი იქნები. შეგიძლია, როცა გინდა მაშინ მიხვიდე. ყველამ უნდა იცოდეს ეს. დედა ამ ამბავს ვერ გადაიტანს. ჯერ კიდევ იბრაჰიმს გლოვობს. იავს რა გავაკეთოთ? რისთვის ვისჯებით ასე? Yapma çiçek. გეყოფა ჩიჩეკ. Sen უნდა გამხნევდე. toparlayacaksın anne. დედას მძიმე წუთებში გვერდით უნდა დაუდგე და ძალა შებადო. Şimdi biz ეს ერთადერთია, რაც მის შვილებს შეგვიძლია. იავოს იმ სახლში დაბრუნება არ მინდა. hayır არა ჩიჩეკ. git. მიდი, Eşyalarımı შენი ნივთები შეაგროვე. ben adli tıptaki სამედიცინო ექსპერტიზის საკითხს მოვაგვარებ და დაკრძალვისთვის დავიწყებ მზადებას. beraber bana geçeceğiz. მე მაშინ ერთად წავალთ. კარგი? ხოლო მუსტაფას ნახვა შეძლებთ? არა, ფიდან რას ამბობ, ვინ მოგცემს ამის უფლებას? ხამე როგორ გაატარა? ალბათ შეეშინდა საბრალოს. ასეთი პასუხისმგებლობისთვის ჯერ პატარაა. დღეს ბავშვებს სკოლაში ნუ გაუშვებ. მეც ასევე ვფიქრებ, ალა. სკოლაში რამე არ უთხრან და გული არ ატკინონ. როგორმე გაარტებიდან ეს ამბავი არ უნდა გაიგონ. აბადროებით. დროებით. იმედია კარგი ახალი ამბით დაბრუნდებით. Hadi gidelim. ადაკი წავიდეთ. სად? Size თქვენ სახლში დედასთან. რა? Nazan. ნაზან, შენ აქ იტანჯები, ისინი იქ. ერთად უნდა იყოთ, რომ ერთმანეთი დაამშვიდოთ. Birbirinizden güç alasınız. ბორა, დაჯექი. როგორ უნდა წავიდე? არ შეიძლება. ალბათ დაგავიწყდა სახლიდან ბოლოს როგორ გამომაგდეს. საყვარელო არ დამვიწყებია, მაგრამ იმ სახლში ბარანია. ბავშვზე ვნერვიულობ. რა თქმა უნდა მესმის, რომ მისთვის არ უთქვამთ, მაგრამ ხომ წარმოგიდგენია, როგორ ტირია. Ağlayan, bayılan. ჩემი საბრალო შვილი. Hem sen შენ თუ ასე დღეში ხარ, ხვდები დედა შენი რა მდგომარეობაშია. ცოდოა, kadıncağızı. მისი ერთადერთი ქალიშვილი ხარ. Tek kız evladısın. ახლა მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ დაეხმარო ნაზან. Git ve წავიდე და დედა დაამშვიდე. შენ მას არ იცნობ. სახლში არ შეგვიშვებს. მანამდე ვივლით, სანამ არ შეგვიშვებს. bir inat et. თავიდან გაჯიუტდება, იყურებს, მაგრამ მერე შეგვიშვებს. ის დედა შენია. Çağırdı diye. ამიტომ არ უნდა ვბრაზობდეთ მასზე. Hele ki böyle. განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს. ბორა, რა კეთილი ადამიანი ხარ. დედა მამდენი რამ დაგიშავა და მაინც გებრალება. Şimdi bunu ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ailenin ოჯახი უნდა გაერთიანდეს. Hadi. ადექი. Hala, მამიდა, hala nasıl? მამიდა როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? ეს შენ გამოდაგვემართა. შენი ბრალია რომ ჩემ შვილს ცხოვრება დაენგრა. მამა შენის პისტოლეტი რომ არ აგიღო, ეს არ მოხდებოდა. არაფერი მოხდებოდა.
მიდი შეჭამე. აი ასე. დროებით დედა. მიდი ხარ შველა? ხო, არაფერი გიჭამია. არ მინდა. უნდა გავიქცე, ბევრი საქმე მაქვს. აბა კიდე ცოტა შეჭამე. ოჩახ, ჩემო პატარა. მიდი ჩიჩიკ. იაუს, ეს სახლი მძულს. ძმაო აქ არ დამტოვო. ჩიჩიკ, ხომ შევთანხმდით? გთხოვ, მალე მოდი. არ ვიცი სასამართლოში რამდენ ხანს დავრჩები. რომ გამოვალ დაგირეკავ. მანამდე მოემზადე. კარგი. მიდი შედი. თქვენ ჩემს ოჯახს სიმშვიდე და ურღვიეთ. გაანადგურეთ. მამა გარდაიცვალა. მოკვდა. ის შენმა შვილმა მოკლა. ჩემ შვილს მამა შენმა დაატეხა თავს ეს უბედურება. დავშახნურ. ჩემს უმცრო შვილს ციხეში ჩასვამენ. მამა შენია ამაში დამნაშავე. ხო, მაგრამ ის ცოცხალი და ჯანმრთელია. მამა ჩემი კი მიწაში უნდა იწვეს. როგორც ჩემი სიძე არა? თქვენ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე წაართვით. ახლა მუსტაფას უნადგურებთ მომავალს. ჩემი ძმა არ იჯდა ციხეში. სასჯელი არ მოიხადა? ჩიჩეკ. ღმერთმა დაგწყევლოთ. ენდამ. საბრალო ჩემი შვილი. დროზე შეიყვანეთ მისაღებში. შენი შვილი მამა ჩემის მკვლელია. ჩიჩეკ, შენი ძმა. შენი ძმა ჩემი სიძის მკვლელია. დამშვიდდით. ქალბატონო, ეს რა მოუშუშებელი ტკივილია. რა დაუსრულებელი ტანჯვაა. მუსტაფა შვილო. ეღარასოდეს გნახავ. ახლა რა მოხდება? რა? თქვენ დაიწყეთ სისხლიანი დაპირისპირება. ისინი მამა ჩემის მკვლელების გამო შურს იძიებენ. არ გინდა შვილო, დაწყნარდი. ასეთია ბედისწერა. რა ბედისწერა, ბიცოლა, რა ბედისწერა? მათ სალაპარაკოდ დაიბარეს, მერე მოკლეს. მამას ამისთვის ურეკავდნენ. უნდოდათ რომ მოეკლათ. ჩიჩეკ შვილო. დაჯექი. სასჯელს აუცილებლად მიუსჯიან. დანაშაულს, რომელიც ჩაედინა, ვერსად გავექცევით. ალბათ 17 წელს მიუსჯიან. ნახოთ. ყველაფერს ვიღონებთ, რომ სასჯელი როგორმე შეუმსუბუქონ. 17 წელს? სამწუხაროდ ეს ჩვენთვის არასასურველი შედეგი იქნება. იმედია სასჯელის მინიმუმამდე დაყვანა შევძლებთ, მაგრამ მან ისეთი ჩვენება მისცა, თქვა რომ იარაღი აიღო, იცოდა რომ იქ მივიდოდა. ამიტომ მიაკითხა და მოკლა. ანუ მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა. მისი ჩვენება საქმეს ძალიან გაართულებს ბატონო სავაში. ბატონის სახლში არ არის, დილით გავიდა. ვიცი, ჩვენ ვილაპარაკეთ. გთხოვთ. ქალბატონი შაჰნური როგორ არის? ბატონო ეშრაფ. ქალბატონი სახლშია. სახლშია, ჩემი ქალბატონი. როგორ უნდა იყოს? ძალიან ცუდადაა.
Nasıl olunursa işte. ძალიან ცუდად. Düzgündür. მოგზანდით. Buyurun. გთხოვთ. Teşekkür ederim. გმადლობთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 გინდა აღმოაჩინო ახალი რეცეპტები ან უბრალოდ გსურს მოამზადო გემრიელი კერძები მაშინ გვეწვიე საიტზე სამზარეულო.net და მოამზადე შენს გემოზე